მოგესალმებით. დღევანდელი არტსაიმე თეატრ სახელოსნო 42-ში გეპატიჟებათ, სადაც ცოტა ხნის წინ ქორეოგრაფიული სპექტაკლი პარასკევი დაიდგა. მოკლედ, მოემზადეთ განტვირთვისთვის, რადგან ბევრ საინტერესო სასიამოვნო თემაზე უნდა ვისაუბროთ. ჩვენი გადაცემის სტუმრები იქნებიან თინათინ წულაძე, რეჟისორი და ქორეოგრაფი და ასევე მსახიობი რუსკა მაყაშვილი. მინდა რომ ამ სამყაროზე მოყვე ქალის თვალით დანახულ პარასკევზე მოყვე სპექტაკლის სახით. ურთიერთობები გახდა ძალიან ზედაპირული და ცივი და აი ამან იმოქმედა ყველაზე მეტად ჩემ შემთხვევაში და აი ზუსტად ამაზე მინდოდა რომ გველაპარაკა. სპექტაკლიც და ზოგადად ეს თემებიც რაც ითქმება ხოლმე, თავარი მგონია რომ არის ეს რა რაღაცა მოგცეს ძალიან მნიშვნელოვანი და შემდეგ ჩვენ უკვე გავიტანოთ სცენის მიღმა. რასოდეს აღარ დავლევ. მორჩა დამთავრებულია და ერთ კვირაში ისევ იგივეს აკეთებ. და ელოდები პარასკევს. კი, ელოდები პარასკევს. მე უკვე ძალიან დიდი ხანია აღარ ველოდები პარასკევს, იმიტომ რომ ფიზიკურად დრო არ მაქვს, მაგრამ ეს პროცესები, ეს ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს, ეს შეგრძნებები, აი რაც ვითარდება ამ სპექტაკლში. მინდა რომ სცენაზე დავპატიჟო, მე რო გეპატიჟები. შეგიძლია რაღაცა მასწავლო მოძრაობით, როგორ უნდა ვთქვა, არ გათიშოთ კამერა წამოვყევით. ორი მოიქნია. აი მეც გამოვიდეს. კარგი ვარ, მეც გაგასწარებ. არა, ჩვეულებრივი ვარ და კარგი სიტყვები უნდა ვთქვათ. კარგად ბრძანდებოდ. კარგად ბრძანდებოდეთ. ჩვენი გადაცემის სტუმარია ქორეოგრაფი და რეჟისორი თინათინ წულაძე. მოგესალმებით. დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენი დათმობილი დროისათვის. ძალიან მიხარია რომ ეხლა ხან შედგა ახალი სპექტაკლის ქორეოგრაფიული სპექტაკლის პრემიერა, რომელმაც ძალიან კარგად ჩაიარა. და ჩვენს მაყურებელს, რომელსაც არ უნახავს ჯერ ეს სპექტაკლი, მინდა რომ მოვუყვეთ მის შექმნის ისტორიის შესახებ, როგორ ჩაიარა პრემიერა და უკეთ ყველაფერი გვაინტერესებს თქვენგან. მოგესალმებით კიდე ერთხელ. პრემიერა ნამდვილად კარგად ჩაიარა, მე მგონი, იმიტომ რომ მეც და ჩემი გუნდიც ვისთანაც მუშაობდი. და კმაყოფილები ვართ იმის გამო, რომ ზუსტად ის გამოგვივიდა, რაც ჩავიფიქრეთ და ეს სამუშაო პროცესი იყო აბსოლუტურად ვერ ვიტყვი, რომ მე რაღაცას ვაკეთებდი ან ვიღაცა ყველა ერთად მუშაობთ, ანსამბლური სამუშაო პროცესი იყო და კმაყოფილები ვართ, იმიტომ რომ გონი ის გამოგვივიდა, რაც ჩავიფიქრეთ და სპექტაკლს რაც შეეხება პარასკევი დავარქვით ესე გადაწყვეტა, იმიტომ რომ არის პარასკევ დღეზე. პრინციპში ნებისმიერ დღე შეიძლება იყოს მსგავსი სხვადასხვა ადამიანის ცხოვრებაში, თუმცა იდეა გაჩნდა იქიდან, რომ რაღაცა დიდხნიანი პაუზა მქონდა ცხოვრებაში, არსად არ დავდიოდი. აი არსად არ დავდიოდი. გართობის დღე პარასკევი რადგან იყო ჩვენთან ყოველთვის. ხო. არც ერთ დღეს, არც შაბათს, არც კვირას, აი არადაღაც აი ესე 4 წელი ალბათ აი საერთოდ არ მოხვედრი ვარ ამდენ უცხო ადამიანთან ერთად. და ჩემი პირველი გასვლა იყო და რაღაც მოლოდინი მქონდა თინეიჯერობის ასაკიდან, მიჩვეული სულ რომ პარასკევს ყოველთვის ერთობოდით, ყოველთვის რაღაც კარგად ვატარებდით. უცებ აღმოჩნდი უცნაურ მდგომარეობაში და მივხვდი რომ ძალიან ბევრი უბედური ადამიანი შემხვდა, ვინც ზუსტად ჩემნაირი მოლოდინით მივიდა და არაფერი არ დახვდა, ან ცუდი დახვდა, ან კიდე უარესი. ვიღაცამ შეიძლება რაღაცა იპოვა, არ ვიცი, თუმცა ჩემი საყვარელი საქმიანობა ადამიანებზე დაკვირვება და აი მაშინ კიდე მივედი, შემდეგ კვირას კიდე მივედი და მან მივხვდი რომ ძალიან მინდა რომ ამ სამყაროზე მოყვე ქალის თვალით დანახულ პარასკევზე მოყვე სპექტაკლის სახით და ძალიან საინტერესოა და ჩემ თავიც გამახსენდა ეხლა თქვენ რაზეც საუბრობდით. არ ვიცი ეს ასაკთან ერთად მოდის ხოლმე თუ არ ვიცი პანდემიის შემდეგ რაღაცები შეიცვალა ადამიანებში ძალიან და ეს ხო ჩემთვის აღარ არის ეს რიტუალი პარასკევს რაც ხდებოდა ხოლმე ჩემს ცხოვრებაში. ამიტომ მგონია რომ ჩვენი მაყურებლებიდანაც და სპექტაკლის მაყურებლებიდანაც ბევრი იგრძნობს საკუთარ თავს აი ამ თემასთან დაკავშირებით. თავარი რაც არის რომ თავი აქცენტი რაზეც გვაქვს არის ის რომ ურთიერთობები გახდა ძალიან ზედაპირული და ცივი და აი ამან იმოქმედა ყველაზე მეტად ჩემ შემთხვევაში და აი ზუსტად ამაზე მინდოდა რომ გველაპარაკა, რომ აი თითქოს რაღაცა ხდება, მაგრამ სიამოვნებაში არაფერი არ ხდება. არ არის აუცილებელი მხოლოდ
ქალის და კაცის ურთიერთობაზე იყოს ლაპარაკი, მეგობრებს შორის. აი რაღაც თითქოს შედგება, რაღაცას დავილაპარაკებთ, მე ქრება, ყველაფერი ზედაპირულია და ამიტომ დროებით. ხო, და ცოტა უფრო მეტი მინდა რომ მოგვიყვეთ სპექტაკლთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს საშუალება რომ კადრები ვანახოთ რეპეტიციის და სპექტაკლისაც და თან მინდა რომ თქვენ უკეთ მოუყვეთ ჩვენს მაყურებელს, რა ხდება ამ სცენაზე სპექტაკლის დღეს, ვინ თამაშობს, მსახიობების მაგალითად აი თქვენ როდესაც მოიფიქრეთ ეს სცენარი და ეს არ არის სიტყვით, არის ქორეოგრაფიით გადმოცემული ამბავი, რაც თავის სირთულეს წარმოადგენს, რომ მაყურებელმა ეს ყველაფერი მიიღოს, თუმცა საერთაშორისო ენათაც შეიძლება ჩაითვალოს როგორც მუსიკა, იმიტომ რომ მოძრაობა ყველას ესმის. და აი როგორ წარიმართა ეს სიუჟეტი და რამდენად მარტივი გასაგები არის აი ეს ყველა თქვენ რაც ისაუბრეთ ეს თემები მათთვის. რა ხდება მოკლედ სპექტაკლში? ყველაზე დიდი სირთულე სწორედ ეგ არის, რომ იმის გამო რომ სიტყვებს არ ვიყენებთ. ძალიან გასაგები უნდა იყოს, ძალიან კონკრეტული უნდა იყოს. ჩვენ შემთხვევაში ის მსახიობები, ვინც ამ სპექტაკლში თამაშობენ, ჩვენ ერთად უკვე ნამუშევარი გვაქვს წინა სპექტაკლზე, რომელსაც ქვია ოჯახი ქალაქის თეატრში ვითამაშეთ ეს სპექტაკლი და ამიტომ უკვე კარგად შეთამაშებულები ვართ, ძალიან კარგად ვიცით უკვე ის ტექნიკა, როგორ უნდა მოუყვეთ პატარ-პატარა ამბები ისე, რომ გასაგები იყოს, უკეთესადაც შეგვიძლია, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაფერი წინ არის. მსახიობებს რაც შეეხება, ყველას თავისი დიდი დატვირთვა აქვს ამ სპექტაკლში. აბსოლუტურად განსხვავებული პერსონაჟები არიან. ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული. სპექტაკლი იწყება ესე, ერთი გოგო, სავარაუდოდ ისე თეორიულად ალბათ ჩემ თავს გულისხმობ ამ გოგოში, რომელიც სახლშია და არ უნდა გასვლა სახლიდან და გადის და მე ამ გოგოს თვალით ვხედავთ უკვე იმ საღამოს. ქალები ჩნდებიან სცენაზე, ძალიან დამახასიათებელი გრიმით, აი თუ კადრებს ნახავთ, მივხვდებით, სხვა და აბსოლუტურად სხვა პერსონაჟები არიან, ყველას თავის ხასიათი აქვს, ყველას თავისი მიზანი აქვს, რისთვის მოვიდა ამ საყარ, რატომ გამოვიდა გარეთ. და იწყება აი ამ სამზადისით და იმ შფოთვით და ხარ იქნება და უცებ ჩდება დიდი ჭდილი მამაკაცების მოდიან და ეხლა გეგონება რომ შემოვლენ და რაღაცა საოცრება მოხდება და ამ დროს ეს მამაკაცები თვითონ შეშინებულები და საერთოდ სხვაგან არიან. და იწყება ნელ-ნელა ამ ადამიანებს შორის თითქოს რაღაცა ფრთხილი, თან ზოგი ძალიანაც თამამი, ზოგი ზედმეტად მორიდებული რაღაცა ურთიერთობა ცეკვით და თან რაღაცა პატარ-პატარა ეწოდებით. და მერე უკვე იწყება არეულობა. არეულობა მე მგონი მაყურებელმა თავისი თვალით უნდა ნახოს. საინტერესო სიუჟეტია ძალიან. უცნაური არის ის, რომ მაყურებელი ვიცი ყოველ ეს ორი დღე. ბევრად უფრო მეტად იმოქმედა ამ სპექტაკლმა უფროს თაობაზე, ვიდრე ჩვენ თაობაზე. მაგაზე ვფიქრობდი ალბათ ჩვენ იმის გამო რომ ეხლა აი ზუსტად მაგაში ვართ, ჯერ კიდევ კარგად ვხედავთ ჩვენ თავს გვერდიდან. და უფროსი თაობისთვის იყო ძალიან ესეთი ცოტა მძიმე სანახავით შეიძლება ითქვას. შეშინებული სახეებით შემოდიოდნენ, ფაიმე. ესე ცოტა ეგონათ რომ რაღაცა ყველა ამაში ვართ, ყველა ამაში არ ვართ. თუმცა ხო, უკვე იმოქმედა უფროს თაობაზე, რაც უცნაური სასიამოვნოა ჩემთვის. ასევე მაინტერესებს თქვენი მშობლების აზრი ამ სპექტაკლთან დაკავშირებით. რამდენად იყვნენ თუნდაც ჩართულები რჩევების სახით, იმიტომ რომ ალბათ წარმოუდგენთ თქვენი პროფესიას, ალბათ მათი დამსახურება არის, კაბოდანი მანანა და ბატონი ლევანი საოცარი ადამიანები არიან და ძალიან ნიჭიერები და ჩვენს ქვეყანას ძალიან უყვარს თქვენი ოჯახი. მაინტერესებს აი მათგან როგორი მხარდაჭერა და ზოგადად როგორ ხდება პირიქით თქვენ არ გაქვთ სურვილი რომ ისინი რაღაცნაირად რჩევებით შემოვიდნენ თქვენთან თუ პირიქით არის ხოლმე გაზიარება? რა თქმა უნდა სურვილი მაქვს, ვის უნდა ვკითხო უკეთეს, ხო? რა თქმა უნდა, ყველა ნაბიჯს ვუზიარებ და ვუყვები, რა ეხლა ამას ვიგებ, ესე უნდა გავაკეთო, რას ვიგებ, შეჭმური მყავს ორივე. თუმცა უშუალოდ პროცესში არ რევდი არც ერთს, მამა ჩემი ძალიან დამეხმარა განათებაში, გამინათა სპექტაკლი მან და ძალიან მადლიერი ვარ ამისთვის.
თუმცა სხვა დანარჩენში ხო არც დამჭირვებია სიმართლე გითხრათ არის ზოგჯერ რაღაცა რაღაცა ზღვარიც არსებობს ისეთი ხო რომ თლად ბოლომდე რომ არ რა თქმა უნდა ეგ მეც მაქვს ეს ჩემი რაღაცება კომპლექსი ერქვა სამას არ ვიცი სულ მინდოდა რომ ჩემი მეტიდან აიმიტომაც არ ავირჩიე თავიდან ძალიან მინდოდა სამსახიობო ჩამეპარებინა თუმცა მინდოდა რომ ჩემი გზა მქონოდა რაღაცნაირ თეატრამდე ჩემით მოვსულიყავი და ესეც მოხდა საბოლოოდ თუმცა რა თქმა უნდა ძალიან გამიმართლა რომ ეს ოჯახში მოვხდი ერთენაზე ვსაუბრობთ სამივე და ეს ძალიან დიდი კომფორტია და ძალიან დიდი გვერდში დგომა მაქვს მათგან და ამის სამადლიერი ვარ. ძალიან სასიამოვნოა. სახლში ზოგადად ეს თემები გაქვთ ხოლმე უფრო მთავარი განხილვის. ნაკლებად სიმართლე რომ გითხრა, იმდენად ჩვენ სულ აქ ვართ, სახლში არასდროს. აქ არის სახლი. სახლში მივდივარ დასაძინებლად დილით და ამიტომ ყველაფერი აქ ხდება. სახლში არ განვიხილავთ ესე თეატრის ამბებს დიდად. რაღაცა განსაკუთრებული შემთხვევა თუ არ არის. აქ ვართ მაინც ეს არის სახლი. ძალიან სასიამოვნოა და თქვენი აზრით აი ამ სპექტაკლს ვინც ნახავს თქვენი სურვილი რა არის რომ მათ რა იგრძნონ და ეს სპექტაკლი თუ არის იმ კუთხის რომ მაგალითად შეიძლება პერიოდულად რაღაცები შეიცვალოს თუ არის უბრალოდ რაც დაიდგა ყველაფერი მიყვება ამ გეგმას თუ თქვენ თვლით რომ შეიძლება როდესაც მაყურებლის თვალით უყურებთ იქ რაღაცა კორექტირებები შეიტანოთ უკვე სამომავლო დადგმების დროს არა მგონია რომ ამ სპექტაკლში კორექტირებაში ეს უკვე რაღაცა დალუქული ამბავია თუმცა სამომავლოდ რა თქმა უნდა ახალს რაღაცა გავაკეთებ გავითვალისწინებ ყველაფერს მაყურებელს რაც შეეხება მე იმედი მაქვს რომ თავის თავს დაინახავენ როცა მოვლენ ან თავის მეგობარს ან ახლობელს ან თუნდაც მტერს არ ვიცი და თუნდაც ერთი წამით მაინც დაფიქრდებიან რამდენად ზედაპირულები ხდებით ხშირად და რამდენად ცივია ზოგჯერ ეს თუნდაც პატარა მცირე და რამ ხელმისაწვდომობა შეიძლება ქონდეს აი ხო არ ვიცი, შეიძლება უცხო ადამიანს გამოელაპარაკო და ვფიქრობდი რომ აი მისთვის ეგ არაფერს არ ნიშნავს. სინამდვილეში ძალიან ბევრს ნიშნავდეს და რაც უფრო მეტად გულისხმობთ რომ მოვეკიდოთ ერთმანეთს. ესე მგონია და აი ამას თუ დაინახავენ უკვე ბედნიერი ვიქნებ. ძალიან მიხარია მეც რომ მათ ექნებათ აი ამ სპექტაკლის შემდეგ მსგავსი ემოციები, იმიტომ რომ მგონია რომ რაც უფრო მეტად შევცვლით ჩვენს გარშემო სამყაროს ადამიანებს, იმიტომ რომ ადამიანები ქმნიან ამ სამყაროს და კარგ გავლენას მოვახდენთ, მგონია რომ მთავარი აზრი ადამიანების ეს არის სპექტაკლიც და ზოგადად ეს თემებიც რაც იდგმება ხოლმე, მთავარი მგონია რომ არის ეს რა რაღაცა მოგვცეს ძალიან მნიშვნელოვანი და შემდეგ ჩვენ უკვე გავიტანოთ სცენის მიღმა. ძალიან საინტერესო იყო თქვენთან შეხვედრა და საუბარი. ძალიან ბევრი წარმატება მინდა რომ გისურვოთ და ვიცი რომ ამ სცენაზე სადაც ახლა ვიმყოფებით ძალიან ბევრი წარმატებული სპექტაკლი დაიდგმება და ვიამაყებთ თქვენი ოჯახით და რა თქმა უნდა იმ სახეობებით რომლებიც აქ იმყოფებიან ასევე ოჯახის წევრები რომლებიც არიან. უღმესი მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ. ჩვენი გადაცემის სტუმარია მსახიობი რუსკა მაყაშვილი, მოგესალმები. ძალიან მიხარია რომ იყავ ჩემს გადაცემაში მონაწილეობას დაგვითმეთ დრო ეს საცობები და მთელი ამბების მიუხედავად. და მინდა რომ ვისაუბროთ ქორეოგრაფიულ სპექტაკლზე პარასკევი. ჩვენ თინათთან ერთად ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით რომ რაღაცა ყველას ეხება თითქოს განსაკუთრებით ქალებსაც ეს პარასკევის მოლოდინის დღე ყველას გამოუვლიათ რაღაცა ნაცნობი ემოცია და როგორც მსახიობი მაინტერესებს და სიტყვები თითქმის არ არის, კი და საერთოდ არ არის, რადგან ქორეოგრაფიული სპექტაკლი არის. რას ნიშნავს თქვენთვის მსგავსი სტილის მუშაობა და რა უნარებს მოითხოვს და როგორი სამზადისი აქვს ამ ყველაფერს, რომ მოძრაობით მოუყვეთ ადამიანებს და აგრძნობინოთ აი ეს ყველაფერი, რაც მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, ძალიან ეს არის რთული, იმიტომ რომ პრინციპში ახლა როდესაც მსახიობი ხარ, თინათინმა გადაწყვიტა რომ თავარი რამ წაერთმია ჩვენთვის პირის აპარატი. ხო, და კი, იცი რა არის, მე ახლა ვერ შევადარებ, თუმცა რთულია ბევრად. პირადად ჩემთვის ხო, მე სხვის მაგივრად ვერ ვილაპარაკებ. პირადად ჩემთვის რთულია, იცი რა, ორმაგად რაღაც ბეწვის ხიძზე გადიხარო, რაღაცა ზედმეტიც, რაღაცა გადათამაშება არ გააკეთო ამ ყველაფრის, აი, რაღაცას გააკეთებ. მაგრამ რაღაც არ ვიცი,
ისეთი სასიამოვნო პროცესია, რთული პროცესია, იმიტომ რომ რეპეტიციები, თან ეს რაღაც ახალი მიმდინარეობა არის ჩემთვის ეს მეორე სპექტაკლია უკვე თინათინთან, რადგან მუშაობ და ძალიან ბედნიერი ვარ ამითი. ფიზიკური თეატრი. ან ქორეოგრაფია არის უფრო ახალი. ხო, არა, ქორეოგრაფიულ სპექტაკლებში მიმიღია მონაწილეობა და ძალიან კარგ სპექტაკლებშიც. ეს ბოლომდე ქორეოგრაფიული არ არის, ეს არის ფიზიკური თეატრი. უფრო როდესაც ჩვენ საუბრობთ, ეხლა რომ არ ვლაპარაკობთ. და რაღაცები. ხდები, ან ზუსტად ისე როგორც ცხოვრებაში აკეთებ ხო, დგები ჩაის ასხავ, სვამ, ზუსტად ეს მოძრაობები უნდა გაიხსენო, რაღაცნაირად უნდა სწორად და ძალიან ბუნებრივად გააკეთო. კი, ეგ არის ამ სპექტაკლში ბევრი კონტემპიც არის, ქორეოგრაფიაც არის, ეს უფრო რაღაცა თინათინის სტილს დავარქმევდი. ამას, იმიტომ რომ მართლა მეორე სპექტაკლია, რაზეც მუშაობ და მას უკვე თავისი სტილი აქვს და ეს არის ძალიან სასიამოვნო პროცესი, რთული პროცესი, დამღლელი პროცესი. მიუხედავად იმ ყველაფრისა, რომ აქეთ, იქაც, აქაც, იქაც ბევრ რაღაცას ვაკეთებ, ეს რაღაც განსაკუთრებული პროცესი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ სანამ რეპეტიციები დაიწყებოდა, გახურება, კიდე რაღაც ფიქრი, კიდე რაღაც აზრების მოკრება, მე ამ ყველაფრის გადმოტანა, ეს ისტორია თვითონ, ანუ ყველა პერსონაჟს ამ სპექტაკლში, რომელსაც ვქვა პარასკევი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მაყურებელს ძალიან მოეწონება და გაიგებს ყველაფერს, რაც არის ამ სპექტაკლში, თქვა ესე ჩაქსოვილი და ჩადებული. ყველა პერსონაჟს აქვს თავისი ხაზი. და ყველა ადამიანი, ვინც მოდის და ვინც ნახა ეს სპექტაკლი, ისეთი რაღაცები დაიჭირეს, რასაც ჩვენც არ გვიფიქრია. ანუ ყველა ადამიანს ხვდება ეს პარასკევის საღამო. და ამ პარასკევის, ხო, რაღაც და უცნაური არის, რომ მე ყველა ისევ გამოღვიძებიდან გადის ერთი კვირა და მე ისევ მივდივარ პარასკევს. ახალი წელიც ხო არის, რომ რაღაცა იმედები გვაქვს, რომ მეორე დღიდან თითქოს რაღაცა ახალი ჩვენს ხარ. პარასკევი არის უფრო მოკლე დროში, თითქოს მოკლე დროში, რაღაცა ხო არის, რომ აღარასოდეს აღარ დავლევ. მორჩა დამთავრებულია და ერთ კვირაში ისევ იგივეს აკეთებ. და ელოდები პარასკევს. კი, ელოდები პარასკევს. მე უკვე ძალიან დიდი ხანია აღარ ველოდები პარასკევს, იმიტომ რომ ფიზიკურად დრო არ მაქვს, მაგრამ ეს პროცესები, ეს ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს, ეს შეგრძნებები, რაც ვითარდება ამ სპექტაკლში. ასე ამბობენ, რომ ქალების სპექტაკლიო და ვერ დავარქვევ მარტო ქალების სპექტაკლს, ნამდვილად, იმიტომ რომ ყველა სპექტაკლია რა, აბსოლუტურად და ძალიან ბევრი საინტერესო ისტორიით, საინტერესო ხაზებით და ხო, არ ვიცი, რაღაც განსაკუთრებული სპექტაკლი გახდა ჩემთვის, რაღაცნაირად, არ ვიცი, თითქოს მარტივი თემაა, ხო? მაგრამ თითქოს მარტივი თემაა, მაგრამ არ არის მარტივი თემა რა. ბაია დვალიშვილმა მითხრა ძალიან კარგად, რომ იმდენი რაღაცნაირად დავიწყებული შეგრძნება გამიღვიძაო, რაც არ მახსოვდაო. ხო და ალბათ ძალიან ბევრი არის ასე. ამიტომ ბევრმა უნდა რთულია, რთული. თან იწყებ თავიდან და უნდა განავითარო ისე, რომ მაყურებელს არ მოაბეზრო თავი პირველ რიგში, ნუ ახლა რამდენი ხანი უნდა იმოძრაო და აკეთო, ხო, ეს რაღაცები, მაგრამ აქ მარტო ხელების ქნება ხო არ არის აქ. სამუშაო არის ძალიან. და როდესაც რაღაცა სწორად ან ვითარებ ამ ხაზს, მგონია რომ მაყურებელი ხვდება ზუსტად რა იმას, რამე ბევრი რაღაცა არის. ნახე სპექტაკლი. არ მინახავს, მხოლოდ რაღაც კადრები მაქვს ნანახი და ამიტომ ვაპირებ მეც რომ ნახო. აუცილებლად. მაგრამ რაც ვისაუბრე თინათინთანაც იყო ის რომ მე ცოტა ვიბძენი ჩემი თავი, ეხლა ჩემს პარასკევი აღარ პარასკევობს, ისე როგორც ჩემთვის ეს აღარ პარასკევობს, მაგრამ ხანდახან პარასკევობს. კი, ანდახან კი. მე შენი პერსონაჟის შესახებ მაინტერესებს რომ ჩვენს მაყურებელს გაუზიარო, რას წარმოადგენს ამ სპექტაკლში, რა დანიშნულება აქვს და რა უნდა მისცეს შენმა პერსონაჟმა, როდესაც დასრულდება სპექტაკლი, რა გგონია, რომ რაზე დააფიქრებს უფრო მეტად? ჩემი პერსონაჟი არის ძალიან ზედაპირული, მანეკენი ქალი, რომელისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია მატერიალური მდგომარეობა. არსებობენ ესეთი ადამიანები და ქალები და მე მათ ამ კუთხით გულშემატკივრობ, რომ უნდა გამოიღვიძონ ამ შემთხვევაში. ეს ქალი, რომელსაც მე ვთამაშობ, არის მართლა მარტო მატერია, არც თავის ქმარი არ უყვარს, ეს ქმარი ცუდად იქცევა და სადღაცა ეს ყველაფერი რაღაც დროს იღვიძებს ეს ქალი და ძალიან ბრაზდება ამ ყველაფერზე. უნდა რომ იგრძნოს თავი ქალად, უნდა რომ იგრძნოს თავი მიმზიდველ ქალად, უნდა რომ ბევრ მამაკაცს მოწონდეს და ეს მოხეთქვა აქვს, მაგრამ სამწუხაროდ მაინც ისევ ირჩევს, ნუ რეალობა ისეთია, მაინც ისევ ირჩევს იმ სტაბილურ კარგ მატერიალურ მდგომარეობას, სადაც იკარგება მისი თავი ისევ რა, ისევ რაღაცა
მონახდება ამ ყველაფრის და რაღაცნაირად იქნებ გასაღები იყოს ცოტათი ვიღაცებისთვის რომ ქალს ყველაფერი შეუძლია, ქალს შეუძლია რომ მატერიალურადაც კარგად იყოს, ქალს შეუძლია რომ ყველა კაცს უნდოდეს, ქალს ყველაფერი შეუძლია საერთოდ და აი სწორედ ის ხაზი და აი ეს დასასრული ამ ხაზისაც ის რომ არა, ისევ ესე ურჩევნია, რაღაცნაირად ვინც ამ ყველაფერზე ფიქრობს, ვინც ამ ყველაფერზე დარდობს, იქნებ რაღაცნაირად დაფიქრდეს რომ არ ჭირდება ამ ყველაფრის მამაკაცი და მამაკაცის ფულები, როდესაც ქალს მართლა ყველაფერი შეუძლია. აი ესეთი რაღაცნაირი უცნაური ხაზი აქვს და ზედაპირულია ეს ქალი ძალიან, მაგრამ სადღაც მერე იღვიძებს, იმიტომ რომ ხედავს და ბეზრდება და მასაც თავმოყარება აქვს და თავისუფლება უნდა, ხო? თავისუფლება უნდა, მაგრამ სამწუხაროდ ისევ ირჩევს აი ამ რაღაც ჩაკეტილ, მაგრამ ფუფუნებაში ცხოვრებას, სამწუხაროდ. და ძალიან მტკინვეული საყურებელია ეს. ვინც დაინახავს ამ ყველაფერს, იქნებ რაღაცნაირად უნდა მაინც დაეხმაროს, რომ არა გაარღვიოს კედლები და იყოს თავისუფალი ქალი, რომელიც უნდათ, ქალი, რომელსაც მუშაობა უყვარს, მუშაობს და თვითონ აკეთებს ამ ყველაფერს. ნახოთ, არ ვიცი. ჩვენ ვუსურვოთ ყველა ქალბატონს, რომ მიპოვოს საკუთარი თავი, კონდეს საკუთარი საქმე და თავისუფლად იგრძნოს თავი. ეს მგონია ზოგადად ადამიანს ყველას მინდა ვუსურო, მაგრამ ძალიან ბევრი დაჩაგრული ქალბატონი ყავს ჩვენს ქვეყანაშიც, რატომღაც აღინიშნება ხოლმე ეს კუთხე და მინდა რომ რაღაც მოგვარდეს. ქალები ძლიერები ვართ. აი, როდესაც დაიჯერებ ამ ყველაფერს, რომ ძალიან ძლიერი ხარ, ეს აუცილებლად ყველაფერი გამოგივა და იმისათვის რომ ცოტა მაინც დაგეხმაროთ, მოდით ჩვენ სპექტაკლზე. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი მაყურებელი გადაწყვიტავს, რომ ესტუმროს თეატრს სახელოს 42-ს და ნახოს ეს სპექტაკლი პარასკევი და ისე არ მინდა რომ წავიდე და მინდა რომ სცენაზე დაგპატიჟო, მე რო გეპატიჟები. შეგიძლია რაღაცა მასწავლო მოძრაობით, როგორ უნდა ვთქვა, არ გათიშოთ კამერა წამომყევით. ოღონდ მე რა უნდა გასწავლო, არ ვიცი. მე უნიჭავარ ეგეთ რაღაცეებში, მაგრამ მე მასწავლებელი ვარ, არ ვიცი მაგრამ. რა გასწავლო, ოღონდ ისიც არ ვიცი. მოდი აბა. არ ვიცი, რაც გინდა მასწავლე რუსკა. მინდა რომ თავისუფალი ქალი გამოვუშვა. ჯერ აი ეს ქალი რომ გამოდის, აი კონკრეტულად აი რაღაცნაირად რომ უშვებს ამ თავის ენერგიას, აი ესეთი რაღაცნაირი მოძრაობა მაქვს, აი აქედან ესე გამოაქვს, რომ აი ესე აქედან აი თითქოს აი ამ ყველაფერს იღებს რა, აი აბა გააკეთე. აბა როგორ გავაკეთე? ერთი აი რაღაც მოიქნე, აი ერთი. ორი მოიქნე. აი მეც კარგი ვარ, მეც გადასწარები ვარ. არა ჩვეულებრივი ვარ და კარგი სიტყვები უნდა ვთქვათ რა. გადასწარები ვარ და კარგები ვარ. ვაუ, ძალიან მაგარია. რა კარგი იყო, მე მგონი ყველამ უნდა გააკეთოს სახლში რაღაცა ესეთი მოძრაობა. კიდე მინდა რაღაც რა ვერ გიშვებ. არც გამიშვა აქ ვიყოთი. და მთავარი შენთვის რა იყო, რაც ამ სპექტაკლმა მოგცა, სანამ კიდე რაღაც მოძრაობას გავუკეთებ ჩვენს მაყურებელს? დამოფიქრა ჩემს კიდევ უფრო გამიმყარა ჩემი შეხედულება ამ ყველაფერზე, რომ სწორ გზას ვდგავარ ამ კუთხით. და შემიძლია რომ სხვებსაც გავუზიარო ეს ყველაფერი, რომ კი, მართლა ძლიერები ვარ და ყველაფერი შემიძლია ქალებს აბსოლუტურად და ნუ გვეშინია ნაბიჯების გადადგმის. იმიტომ რომ ყველაფერი კარგად იქნება, მართლა. თუ ამას თვითონ ეს ქალი მოინდომებს, მართლა. თუ არ ვწდით, ვერასდროს ვერ გავიგებთ. ნამდვილად, მეც მქონდა ეს შიშები ზოგადად ცხოვრებაში, მაგრამ როდესაც გადავდგე ეს ნაბიჯები, მე თვითონვე დავწმუნდი, რომ კი, მართლა ყველაფერი შეგვიძლია, ყველანაირი ნაბიჯის გადადგმა შეგვიძლია, ჩვენ სასიკეთოდ. აუცილებლად და რაღაცნაირად მართლაც მინდა რომ ეს სპექტაკლი მაშინ ყველა ქალმა ნახოს, ვისაც შეუძლია და უნდა რომ კაცებმაც ნახონ, რა თქმა უნდა ნახონ კაცებმაც რომ ქალებს უფრო გვერდით დაუდგნენ და ასევე რა თქმა უნდა ქალებიც გვერდით დაუდგნენ მამაკაცებს რაღაცეთ ეს ჯაჭვი იყოს ბეროდ უფრო ჯანსაღი და აღმაფრთოვანებელი და მოდი ახლა ისე დავამშვიდობთ მაყურებელს კიდე რაღაცა მოძრაობა გავუკეთოთ. კარგად ბრძანდებოდეთ. არ გჭირდება. არ გჭირდებით ოპერატორო. კარგად, რა ბიჭებო, მადლობა თქვენთან დავიწერთ ოპერიმებს, რა ქვია, კამერებს მაგმოვთ. მოდი გამოვართ, მომეცი. Hello. აბა როგორ ახართ ბიჭებო? აი ესე. კარგად. ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია, კარგად. ეგარი. კარგად იყავით.